ესეთი ადამიანები გარდა იმისა, რომ ოქროს ბურთის ფლობელია, ხო ხვდები, შემოქმედებითად უყვარს, ხო, მისი შემოქმედება უყვარს, გოლი შეიძლება ბევრს გაუტანია და სხვა შორის ისეთი ფეხბურთელებიც ყოფილან, ეს ოქროს ბურთი რომ მოუგიათ, მაგრამ იმ ხელა სანახაობა არ შეუქმნია, ვიღაცა სტატისტიკით გამختარა ბომბარდირი, ვიღაცა ხა უმეტესობა რა თქმა უნდა ამ სილამაზით ხდება, რა სილამაზესაც შეუძლია აჩვენონ ბურთით, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული აი ამ ოქროს ბურთის ფლობელებში არის თვითონ რონალდინიო და თბილისს მე მგონი ყველაზე ძალიან უხდება ესეთი შემოქმედი, ესეთი ხელოვანი თუ ფეხოვანი თუ როგორ ქვია. რაც ალბათ სხვა შორის არ უთამაში ამდენ ძალიან ხშირად თამაშობს, მაგრამ აი 25 წუთს, 30 წუთს არ ცილდება მისი ეს თამაში. დღეს ძალიან ბევრი ითამაშა, 17 წუთით მეტი პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში. და ნუ მაყურებელის და ეს ენერგია და ნუ აი ჩემი აზრით ისე ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში რაც უნდა ვთქვა რომ მადლობა გულშემატკივარს, მადლობა ყველა მოსულ მაყურებელს ამ ხალხმა შექმნა ეს საღამო, არაჩვეულებრივი საღამო. ის რაც ყოველთვის უხდება ამ ქვეყანას, ჭირდება ამ ქვეყანას, თბილის განსაკუთრებით, ნუ ამინძეც იმდენი ვიშრომეთ. ვის არ დაურეკეთ, რამის რომის პაპიც ჩავრთე ახალი. მოთხარი ცოტა ამინდებზე ცილოცე მეთქე. ესე როგორ შეიძლება რომ მე ან ზიდანზე, ან სხვა ესეთ ბრაზილიელებზე ჭკუა მეკედება. მე სილამაზეზე, ამიტომ ვითამაშე ფეხბურთი მთელი ცხოვრება და ბურთის გაჩერებაზეც კი როგორ ანუ არ ვიცი როგორ ვთქვა, რომ იქაც კი განვასხვავებდი და მე ხა ჯერ ქართველი, მე ამ რასაც ყოველთვის გადაგებდი და როგორი ლამაზი უნდა იყოს ფეხბურთი, რისი მიმდევარიც ვარ, ხა იქ ბრაზილიის სადღაც არ ყოფნა, წარმოუდგენელია, ზუსტად ისევე გულშემატკივრა, უბრალოდ ესენი მიყვარს უფრო, თორე როგორ შეიძლება რომ ნებისმიერ იმ ბრაზილიელს, რომელსაც ხა მთელი მსოფლიო მართლა ტაშს უკრავს, ჩვენ იმათ ტაში ადავ. სხვა შორის ის ერთი გულშემატკივარი, რომელიც გადმოხდა, იმანაც გაალამაზა ეს საღამო. დიდი მოწიწება იგრძნობა. ხო, და ხალხიც თვითონაც უბრუნებდა ამ ენერგიას. მე მგონი რომ ჩვენც რაც ისევ და ისევ მე პირადად ჩემ თავზე მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი იდეა იყო, ეს და მინდოდა ეს ჩემ ქვეყანაში მინდა, თორე იქაც წავალ და იქაც ვითამაშებ რა. აქვია. ხო, თამაშობ კიდევაც, მაგრამ ამ ქვეყანაში მინდა, ჩემ ქვეყანაში მინდა, ჩემ ქალაქში მინდა, ჩემ გულშემატკივართან მინდა, აქ მინდა რომ მოხდეს და იყოს და აუცილებლად გავაგრძელებ, აუცილებლად გავაკეთებ კიდე. რა თქმა უნდა, შეიძლება მეორეჯერაც ვიღაცა დაანებებს ახლა. რა ქვია ბრაზილია, ის არგენტინელები და ბრაზილიელები კიდე დაემატებიან ბარსელონას, შეიძლება მეორეჯერაც დაუძახოთ, რეალ მადრიდს დაუძახებთ, არსენალს დაუძახებთ, მანჩესტერ იუნაიტედს დაუძახებთ, ბაიერნს დაუძახებთ. ნუ ალბათ მგონია რომ და ბიჭებიც დაგვემატებიან დღეს, დაგვემატენ ოდნავ უფრო ახალგაზრდები, რაც რა თქმა უნდა სხვა შორის ცუდად მოვემზადეთ, ძალიან ბევრი ტრავმა მივიღეთ. სამწუხაროდ მეც ტრავმა მიიღეთ, კახამ ტრავმა მიიღო, რევიშულმა ტრავმა მიიღო, გიომ ვერ ითამაშა ხო და მაგრამ წინ ვართ, ბევრად წინ ვართ. ეს მაყურებლისგანაც გამომდინარეობს, რომ ყველა მიცის რომ უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ რა ქვია, კარგად ითამაშოს. იცი რა, ძალიან მშველის აი მაგალითად ინტერის თამაშმა ძალიან წინ წაგწია რა, იმდენად კარგად ორგანიზებული იყო და საკმაოდ ბევრი ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც დღეს კლუბებს მართავენ, ზანეტი და რა ვიცი იქ ხო და ბევრი ბრაზილიელები იყვნენ, არგენტინელი მილიტო, იქ ლუსიო, ფიგო, მერე 40 მილიონი აი ეს ის ქონდა დატვირთვა, ატვირთვა რაღაც შემოbrunება ამ ინფორმაციის სხვა საიტებზე და ბლოგერებს და სხვა შორის პირველივე წერილზე სხვა შორის ყველა პასუხობდა უკან რომ აი ვიცით რომ ესეთი კარგად ჩატარდა, ესე ვიცით ხალხს რომ ესე უყვარს, დღეს მეკითხებოდა ყველა რომ გამაგებინეო, ესეთი რამე ხდებაო და მე ვუთხარი ესე უყვარდა ამ
საწყალ ქვეყანას მე ვთხარი თითქმის არა 4 მილიონით ამდენი მაგარი ფეხბურთელი რო ყოლია, ამდენი მაგარი ფეხბურთელი რო ყავს დღეს და იმიტომ არის ეს ძალა მე ვთხარი რომ ამდენ ხალხს უყვარს ლამაზი კარგი ფეხბურთი და რა ვიცი ესე გვინდა რომ გავაგრძელოთ თქო და ყველას მინდა მადლობა უთხრა რა თქმა უნდა ამის შემოქმედებს და ვიწყებ აუცილებლად მაყურებლით და გულშემატკივრით და მე იმ ყველა დანარჩენ სპონსორს ვინც ჩვენთან თანამშრომლობს და რა ვიცი ამდენი ბავშვი, ამდენი გოგო, ამდენი გულშემატკივარი ისევ ჩვენ მონატრებული ვართ სხვა შორის იმ გულშემატკივარს რომელსაც საკუთარი დროშა დააგდა, საკუთარი მაისური აცვია, ჩვენ რომ თამაშობს უშავები ეცვა ყველა სტადიონზე და ხო და ხო პანაშვიძე მისვლა კი არ გვინდოდა ჩვენც ვიგებდით და ჩვენც გავქონდა გოლები, მაგრამ აი ეს ზეიმი და მე მიყვარს მე ვამაყობ რომ ამ ზეიმის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ, შეიძლება სულის ჩადგმელიც ვარ, ჩემი იდეა იყო და ეს ხდება და ეს მოხდა უკვე ესე კარგად და რაღაცა მთავრდება ისევ გადავერთვებით ახლა ახალ ტურნირს ჩავატარებ დარასელიას ტურნირს ჩავატარებ ჩარჩან გახსოვთ ალბათ ძალიან ბევრი დიდი კლუბის U17-ის მოთამაშეები და ფეხბურთელები ჩამოვიდნენ რეალ მადრიდისთვის დავიწყეთ მზადებას ისევ და მე მგონი რომ თბილისიც ზუსტად ისე დახვდება როგორც ჩვენ სტუმრებს ეკადრება, როგორც ჩვენ გვეკადრება და რა ვიცი, დანარჩენი რა ვიცი, იმედია რომ ხალხი ესეთი ყვაყოფილი ამდენი ხანი ტაში ადრე არავინ არ გავიდა და გოლებიც გავიდა და ასე შემდეგ. ძალიან კაი იყო სადა დავიტანე, იმიტომ რომ სამ ბავშვენად ვიყავი, მაგრამ ნუ უყურე რა. რონალდინოზე იყო მთავარი აქცენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ჩატარდეს. ხალხი მოდი ძალიან ბევრი. თავთავარი, ესეთი ღონისძიებები არავის ხომ ესადენოს ძირითადად საზღვარგარეთ რა სტარდება და ჩვენთან სუეცები. ხა ბათუმშიც ვიყავი, ინტერთან, ეხლაც ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ჩვენ ვის იმთაობას ვის გავიზარდეთ რონალდინიო და ამ შემდეგ, რომ კიდე უყურებთ ცოცხლად, ლაივში და იმედი კიდე იქნება ბევრი ესეთი. ვაუ, რა მაგარია. გავამარიაჟა. ლეგენდების ჩამოსვლა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. კაია, ანუ ესეთი შანსი არასდროს არ გვექნება სულ და თან ფოტოს გადაღება რაღაცა შეგვიძლია, ნუ დაცვები არიან, მაგრამ მაინც ვერა. მე ყველასთან მოვასწარი დევიდის გარდა. დევიდ თუ მისმენ, მოდი ჩემთან. და მე ვარჯიში გავასწინე ამის გამო, იმიტომ ფეხბურთელი ვარ მეც და ანუ არასდროს არ ვასწინე იმის გამო, რომ თქვა თამაშზე წამოვიდე და რაღაცა, იმის გამო გავასწინე, რომ რონალდინიო მენახა. რონალდინიო ნახე გუშინ, საღამოს. დღესაც ვერ წავედი ვარჯიშზე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აი ხო ხტები ქართულ ფეხბურთს აღნიშნავს, ამ გენეტიკას აღნიშნავს, ესე ლამას, ესე კარგს, ესე შემოქმედებით ფეხბურთს აღნიშნავს, ეს ხო ესე არ იბადება რა, რომ აი ერთი დაიბადა. ამას ხო თავისი ისტორია აქვს და წინაპირობა აქვს და ამდენი და ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო წარსული ქონდა და წარსულში ცხოვრობდა, მერე იყო დღევანდელი დღე, რაც აწმყვა და ისევ ესეთი ღონიერი და ცოცხალია და აუცილებლად მომავალია ყველა იმას, ვისაც ესე უყვარს და ესე შეუძლია ფეხბურთს თამაში. ამიტომ გავმარჯოს ქართულ ფეხბურთს. მე ვაკეთებ იმას იმ ქვეყანაში, ისი გაკეთებაც შემიძლია. რაც მიყვარს, რაზეც ვგიჟდები, სული მეხუთება და მინდა გავაკეთო. თუ მოწონს და ამის პასუხი ალბათ 50,000 კაცია სტადიონზე. მე არავინ არ დამიბარებია, რა ქვია, და ავტობუსებით არ მომიყვანია. ნუ ხო, ეხლა ბარსას გულშემატკივარი რო არ ამას ზიად არ მომქმედია, ვინც გინდა ის ყოფილიყო თუ ისეთ ფეხბურთელები იქნებოდნენ, რომელიც ბავშვობას მევასებოდა, ისე გამისტორდებოდა რა და რაც შეეხება მნიშვნელობას ხო, მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ესეთი ფეხბურთი ხო არაა მარტო ვიღაცებმა ითამაშოს რაღაც ტურნირზე, იმან მოიგო, ამან წააგო. ხო, ბევრი სხვა რაღაცის შემცველია, მათ შორის რონალდინიოს დღევანდელი მომენტები რო ავიღოთ რა, როდესაც მაყურებლებს ესალმებოდა, აგულიანებდა, ისინი ასუკრავდნენ. ანუ რაც ხდებოდა. ძალიან ბევრი აქ ისეთი ადამიანია, რომელსაც რონალდინიო არ უნახავს ესე ლაივში. იმავე დაამთავრა კარიერა, მერე დაიწყეს ფეხბურთის ყურება ბევრმა. ზოგი მერე დაიბადა. და ტიპი იციან კი არა უყვართ მაინც. აი ეგ არის ძალა, რომელიც ფეხბურთს აქვს და რომ რა დონის გავლენა შეიძლება კონდეს კონკრეტულ სპორტსმენს და ადამიანს, დღეს ძალიან კარგად ჩანდა, თუნდაც დღეს მარტო რონალდინიოს შემკური.
ფონდი რო ჩამოყალიბდა, ფონდს გაუჩნდა იდეა ლოგოსი. ლოგო რო გაკეთდა და ეს ჩემი გოლის ასა აღნიშნავი ლოგოა, რომელიც ბოლო გოლია ეს შოტლანდიაში გატანილი გოლის და ძალიან კარგი და ლამაზი ლოგო რო გამოვიდა, ნუ მე ეს წაყვა და ვიფიქრეთ რომ ამ ეს ლოგო სად შეიძლება რომ დაიტანო, ხო, რაღაცა ნუ თავიდან რაღაც კონვერტები გავაკეთეთ, მე რაღაცა ეს გავაკეთეთ, მე ის გავაკეთეთ და ასე შემდეგ და ბოლოს ნუ რაღაცა მარტივი ვიფიქრეთ რომ იქნებ რაღაცა სპორტულ ტანისამოსზე შეიძლება და ეს დატანილიყო, გავაკეთეთ ჰუდები. ჰუდებს ძალიან მოუხდა სხვათა შორის და მე რაღაცა ხო არ გაუშვებდი რაღაცა იმაში მაღაზიებში და ჩვენთვის გავაკეთეთ, გავერთეთ. მე კიდე რაღაცა რომ დაძველდა და გავიდა 5-6 წელი, კიდე რაღაც კიდე გავაკეთეთ. მე ფერები შეუცვალეთ და მე ბავშვებმა ძალიან მოინდომეს სხვათა შორის, რომ აროლაძე სპორტლაინ გაეკეთებინა და აი პირველი ეს რა ქვია დღევანდელი როგორ თქვა გამოსვლა სახალხოდ კონდა დღეს და ალბათ იქ მოსიარულე გულშემატკივარმა ალბათ როგორც თქვენ შეამჩნიეთ ვიღაცებმა შეამჩნიეს და ნახოთ ახლა რა წარმატებით ივლის მოკლედ ეს აროლაძე სპორტლაინ